Danke!
ცოცხალი ხარ ბიჭო? რაც გარგები ვართ, ქართველები ვართ, ყველაზე მაგრები, კახელები ვართ. ეგრეა, ყველაზე მაგრები, კახელები ვართ. გრავი ამომიგდეს, მაგუჯიშოებმა. მადლობა თქვი, რომ სულ არ მოგაძვროს. ცოტა გავუძელი. სულ არ დამლეწეს ამ შობელ ძაღლებმა. სანამ გვიახლოა? ო, ახლო. ხო და მე მიტანე და გადამაგდე რა. მოიცა ბიჭო, ჯერ გავიწვნოთ ერთმანეთს. ვაჟამ ქვია. მაგრამ მიჩეული ვარ და ჯობია ფხინკო დამეძახო. ფხინკო? ხო, ფხინკო. ჯანო. მე რაღაცინეს ბიჭო. აბა ვიტირო ამის დედა არ ვატირე. ბანკის ნომერი დავიმახსოვრე, შორს ვერ წავდე. რა? შენა გონია რომ მე იმად ძებნას დავუწყე? სულელი ხომ არ გონია? მაინც რა უნდოდა? ვიცი რომ. ვიცნობრო. ვერანახე რა კაცი ჭამიები იყვნენ. არა ძმაო, გადამაგდე სანაგვეს. მაგას ყოველთვის მოვასწრებ. ახლა საავადმყოფოში გირჩევნია, 3 დღეში ახალშობილივით იქნება. რა? სიკვდილს გადამარჩინე და ახლა გინდა პროკურორის ხელში ჩამოგდო? საიდანო, რატომო, ვინ იყვნენო? არა მაქვს ძმაო მაგისიდან. ყირიმის ომის დროს ქირურგი პიროგოვი ავადმყოფებს მკურნალობდა მხოლოდ და მხოლოდ იოდით. ახლა არ მითხრა რომ პიროგოვზე მაგარი ხარ მედიცინაში. მოკლედ სახლში თითცეწასასმელი იოდი არა გაქვს? დიასახლის როდის გამაცნო? შარვალს რო ჩაიცვა მაშინ. რა არ მაცვია? შევწყვი კაცი და ეგ არის. დაწყნარდით. არ გიყურებთ ბატონო. მაშინ უმაღლეს დამთავრებული კაცი აგურის ქარხანაში მუშაობ ბრიგადირად. საიდან მოხდი ამ დასაკარგავში? მაშინ როცა საქართველოში სულ რაღაც სამინჟინერი მუშაობდა, ემაჩი ერთ-ერთი ბაბუაჩემი იყო და სხვათა შორის ისიც არ მუშაობდა ამ ქარხანაში. მერე პაპა შენი რომ მოკლეს ორნი დარჩნენ, არა? შენ საიდან იცი? ჩვენი პატარა საქართველოსთვის სამინჟინერი ძალიან ბევრია. ერთ-ერთს მოკლავდნენ, აბა რას ეზავნენ. ჯანო, სად მუშაობ? შენი სპიტყე სად არ მიმუშავე? სად? ბათუმის დელფინარიუმში. ვაჟამილზაშვილო, როდის იყო რომ შენ ასე ჩაგივლია ჩემში შკართან? სხვა დროს იყო ზიაშაქრო, ხომ ხედავ მარტო არა ვარ. კიდე ორნი იყავით და კიდე 10. შემეშლევ არამე თუ რა? მატარებელზე გვაგვიანდება ზიაშაქრო. აი ამ კაცს რო უყურე, სამსახურიდან ყოველდღე თითო აგური მოქონდა თან. გაახვიდა გაზეთში ასე პური. და სიბერის დროს ეს სახლი წამოჭიმა, არა? ხო. ფონი თუ გაქვს? ჩაჭკივით. ნუ ვხაკურობ, როცა იქნება შევხვდები და გავსორდებით. სად შევხვდებით? როდის? როცა იქნება. ჩემი აზრით შენ არ უნდა იყო ძალიან ცივი კაცი. არაფერი შეგეშობოს. ერთი მე თარსი. მეორე ვირიუჩი. მესამე საშუალებებიდან როცა. აღარა საჭირო საერთოდ. ლიმონათი გახსენ. ფულის ვარჩაული. ფუძი წუთი აგვიადებს კიდეც. რატომ გონია რომ მაინც და მაინც თბილისში მივიდა? აბა? არა, პრინციპში თბილისშიც შეიძლება. იქ თოლიც ამყავს და 3 ინგლისლების. რას გაიხარებენ შენ რომ ამ დღეში გნახავენ? ო, გაიხარებენ. მაგრამ ჩემსოს რომ ახალი ქმარი ხავს, რომელიც სადაც დამინახავს ჯიბეზე იტაცებს ხოლმე ხელს. თითქოს იქ არ აღიედოს. შეიძლება უდევს კიდეც, შენ რა სიტყვა? სოხუმთან როგორ აქვს აქ? სოხუმთან. გადასარევად.
ბიძა მყავს იქ. მამის ძმა. მოწყენდებოდა უშენოდ. რაც კაცად ვიქეცი, სულ ორჯერ მქონდა მილიციასთან საქმე. ორჯერვე ბიძა ჩემის წყალობით. მოქრო კაცი. კითხვა არ შეიძლება იყო ძალიან ცუდი კაცი. მესთან დაგიფარო ახლა რომ გავიცნო. წესია ბიჭო ეს. მე შენ საწოლში დამაწვინე, შენ არ არის ეს შენი საქმე. ესე თამაში. შენი ბიჭია? თინას. განამ რაიონში ორი ადამიანი არღებულობს მონაწილეობას მესამის შექმნაში. ამჯერად უჩემოდ გავიდნენ მიულად. ჭრილობები შეგიხურთ და ლოთი არა ვარ დალოთივით დავიარები. გულში რამდენი ჭრილობა მაქვს და იარები. ხომართლეს მისი სახლია. თინასი? აბა შენ მისი ტიკიტომარა ხარ. გმური ხარ? გუშინ ხომ მოგიღები ბაბოჩებს? რა? ისიც ამ სახლში ცხოვრობდა. საღამოს საქართველოს სახელმწიფო ფილარმონიის მარინა ბატონო გადმოდი შენთვის მიყიდია ეს კოსტუმი და ეგ არის პარამეტრს დაიხურე მოიცა დაიხურე all new man ბიჭებო რა ხდება არ მოდიხარ რესპუბლიკის კომპაშირის ცენტრალურ კომიტეტთან ერთად აცხადებს კონკურსს კონკურსში შეუძლიათ მიიღონ მონაწილეობა პრესის, რადიოს და ტელევიზიის მუშაკებმა, რომელთა წლოვანება 35 წელს არ აღემატება. საკონკურსოდ უნდა გაიგზავნოს 1993 წლის იანვრიდან დღემდე გამოქვეყნებული მასალა. კონკურსში გამარჯვებული ავტორები ბიჭვინთის შეხვედრებში მიიღებენ მონაწილეობას და დაჯილდოვდებიან სიგელებით. მასალები 10 ნოემბრამდე უნდა გაიგზავნოს მისამართზე თბილისი 96, ლენინის ქუჩა 14, საქართველოს ჟურნალისტთა კავშირი. რამდენიმე ხუთი ჯაზის მოყვარულთათვის უკრავს ეროვნულ კანონს. აბა მე წავედი. ლაშა შენ მარინასთან იქნები. ჭურჭელი გარეცხეთ, მაგი და ალაგეთ. ჭკვიანად იყარ. ნახვამდის. რაც შენ უცნობ კაცს იკეთე გამიკეთე. ამ ყველაფრისათვის შევძლებ როდესმე სამაგიერო გადაგიხადო. ალბათ ვერაც მოდენურს დაელოდებ. წამოვიგვიანებთ. ვა, ეს ურემი თავისი დადის. კიდე ფრთები მოვაბად და გავაფრინოთ. ჯაჯაკი.
ეს შიდა ხედია ბატონო. შემოდე. ხვდები. ბატონო ოთარ. ეს ის კაცია, გუში რომ გელაპარაკეთ. ერთ წუთით. მაჩიდაძე. ფროიძე. ძალიან სასიამოვნო. გაიცანეთ ჩვენი რესტავრატორები არიან. ფროიძე. ფროიძე. ბურჯანაძე. ოთარაშვილი. ფროიძე. ბაგძანდი. მაღვალა. სასტრაფოდ მომიძებნე მიქელაშვილი. მიქელაშვილს ებნა არ სჭირდება. მიქელაშვილი მუდამ ადგილზეა. მოდი აქ. რა შესაძლოა? აი ამ კაცმა უნდა შეგცვალოს. გაიცანი ამ ხანაში. ჟორა ხაშურსკი. ჩანო ხაშმელი. ჟორა, შეიყვანი ამ ხანაგის საქმის კურსში. ხო მართლა? ვინიაშა გუში ნამათ? გელაშვილის პროდუქცია. რა ვქნა, რაც დამჭა ის მივეცი. ჩემი ბრიგადის აგური კი ურუგაშვილმა მოღუნა. და გააქანა წყალტუბოში არა? მე ხომ გითხარი რომ ამ ბანდიტის ბრიგადის აგური მხოლოდ რესტავრატორებს მიეწია, კი ხომ გითხარი? საკუთარ თავს დააბრავა. ჩამსხდარან ამ ბატონის ციხეში და ცხურის გარეთ არ ყოფნა. მე გავაფრთხილე, რომ ერთი კაცი ყოველთვის გამოაყოლონ მანქანას. ხომ არ აჯობებს ჩვენ თვითონ დავდგეთ ღუმელთან. მე თუ მკითხავთ, სწორი ბრძანდებით. უნდა დადგეთ კიდეც. ცოტა თუ არ დატრიალდით, დღეს საქმე ისე არ გამოვა. მე ვერ გავიგე რა სერჩით ამ ჩვენს აგურს. ძალიან რომ ამაგრებთ ამ ციხე დარბაზს. ვისელოდები. შაჰაბას თუ მურვანყოს. მოიცა ჟორა. შენ ვერავი თუ მაგრამ ამ საქმეში. წაიყვანეთ ეს კაცი დოდოსთან კადრებში და საერთოდ. მიხეეთ ამ ხანაკს. საბაჰე, დატრიალეთ ახლა. აჩვენეთ ნიმუში. მეცამეტე საუკუნეა. იცი რას გეტყვი გოგი? მომეცი მეც თითო აგურზე თითო კვერცხი და არც დღეს გავაკეთებ ხوارეს. ზომები? რაოდენობა? გაიგეთ ხალხო, სამოდელო ნიმუშებს თქვენთვის ამზადებს მხოლოდ ჩემი ბრიგადა. ხელით. ყოველგვარი თანამედროვე ტექნიკის გარეშე. აი 60,000 ესეთი აგური და სამუდამო თავს დაგანებებთ. თქვენ ხომ არ გაგიჟდით ხალხო? ახალი ციხესიმაგრის აშენებას ხომ არ აპირებთ? ჩვენ ვითხოვთ მხოლოდ მინიმუმს, ფასადის მოპირკეთებისთვის. აი ნახეთ, ყველაფერი აქ არის გაანგარიშებული. ხანდა ხანო ფერებსაც ვაკეთებთ ხო? ვინო ხო საქმე უნდა ჩაასხა. გამარჯობათ. გაგიმარჯოს. ვა, ამას აქ რა უნდა? ერთ კვირაში მაგას ნახავ იქით. სად? გამოჩენ. ძიაჟორა მარტო რატომ ხარ? სულ მარტო არა. 40 წელია ამ კისერზეა აგურის განაწილება და ადგილზე მიტანა. მარტო ცოდო არა ხარ ძიაჟორა. ცოტა დამაცადე და ორ დღეში შენთან ვიქნები. ხომ გითხარი ფრინკო მარტო არ დამპოებს მეთქი. ახებს ყურებს ერთ-ერთ არის მუქთახორას და ტრიხ აქ არის. რომელ მუქთახორას? გამარჯობა. გაუმარჯოს. აი თონიდან შოთიპური თუ ამოუღია რომელის. აი შენ ამოგვიღია. ხო და ახლა მოგიწევ. ღუმელიდან აგურის გამოყება დაახლოებით იგივეა, გასაგებია? აბა ჩაიცვით ხელთათმანები და ყურადღებით მიყურეთ. გაგითხარით მეთქვა. იცოდეთ. ორჯერ. საერთოდ არაფერს ვიმოვა. სათითაოდ შემოხოთ, აბა წამოდი. მოიცა? შემოდი. შემდეგი.
ჩაია. აიღე. სადე. შემდეგი. შემდეგი. ასე არაფერი არ გამოვა ბატონო, გეგმას თუ ვერ შეასრულებ, არაფერი არ გამოვა. რა გეგმა, როცა იპარავენ ბატონო, იპარავენ, აგურ და მე როგორც წუნს ისე გაფორმებენ ხოლმე. რა ფორმებენ, ჩამოწერენ ხოლმე. მართალი. გალდუბო გაიხსენეთ, გალდუბო. ჯერ იყო და ტვინი წაიღე, საგური სად არისო? მერე კიდევ ის საგური სადგურზე ეყარა 4 თვეზე მეტხანს, აწინდა და ათოვდა. ლაბორატორიის დასწრული. ლაბორატორია შეეშვით, ლაბორატორიას თავიდანებეთ მე თქვენ გეუბნებით. მოშინდელი ხლაპები. არაფრის მაგნისები არ არიან და სწავლაც არ უნდა. რა შენ გაჩუმდები თუ არ გაჩუმდები? ისიდორე, შენი ხმა არ გაგონა ისოდე. ხალხად. ბაზარი ხომ არ გონია? შენ მეკითხავს ის ბავშვები სწავლობენ თუ არ სწავლობენ? დააგრძელეთ დოჩიაშვილო. დიახ, იმას მოგახსენებდით ამხანაგებო. მეტეხის ციხე, ძველი შუამთა, გრემი, გურჯაანის ბაზილიკა, ჩვენს ქარხანაში გამომწვარი აგურით არის ნაშენები და არაფერი უჭირთ. დღესაც დგანან. სამწუხაროდ ისტორიას არავითარი დოკუმენტაცია არ შემოუნახავს წუნის არსებობის შესახებ. დიახ, აი ასი ამხანაგებო. სხვათა შორის აგური ურმებით გადაგქონდათ. მზეში და თოლში, წვიმაში და ქარში. მაშინ, როდესაც ქართველ კაცს ცალ ხელში ხმალი ეჭირა, მეორეში თოხი იბრძოდა, შრომობდა და ქურდობისთვის არ ეცალა. დღეს, როდესაც ჩვენს რესპუბლიკაში ამუშავდა მძლავრი აგურის ქარხნები, ჩვენი წარმოება ერთ-ერთი უძველესი საქართველოში დატოვეს მაღალხარისხოვანი აგურის გამოსაწვავად. და ჩვენ ეს პატივი და ნდობა უნდა გავამართლოთ ოთარ დავიდოვიჩის ხელმძღვანელობით. რაც კარგები ვართ, ქართველები ვართ, ყველაზე კარგები, კახელები ვართ, ყველაზე მაგრები, კახელები ვართ. ეგრეა, რაც კარგი. ახლა შეწყვიტა უმსგავსო საქციელი ამხანაგო მიქელაშვილო. იცი თუ რასად იპყრობები? დახურაგერები. აბატონო, რა პირობებში გვიწევს მუშაობა? ოთარ დავიდოვიჩი, წინადადება შემომაქვს. მიქელაშვილის საკითხი პირველსავე კრებაზე გავიტანოთ. რამდენი ხანი არა ჩვენს ქარხანაში მუშაობ ამხანაგო დოჩიაშვილო? ვერ გავიგე? რა ვერ გაიგე კაცო? მე გეკითხები, რამდენი წლის მუშაობის სტაჟი გაქვს მეთქი ჩვენს ქარხანაში? 1 წელს არ არის. თუ არ ავსწრები. ხო? აი მიქელაშვილი კი ნახევარი საუკუნეა ამ ქარხანაში მუშაობს. და 5 წელია მუხდაშოკელი მოიტყო და პესკეს გავშვათ. ვერ უშავ ბატონო. კადრები არ ყავთ აიხტო. თაგი მაგოს ბაგირად შავ დაფაზე გამოვკიდეთ. და საერთოდ ვის რას იშტიდება ის შავი დაფა? მაგალა გისმენ ჩავიდა თეთრი აბანოს გამოჩნდება. შენ რაღაცინებს. მეცინებოდა რა ვქნა? დავასაე ცოტა. შენთვისაც მოვიცლი. დააგზავნე დოჩიაშვილო. მე უკვე დავამთავრე ბატონო. გასხეთ.
გებლანდება. აბატონარად. ხინგო. ხოიცა რა? მეც მოდივარ ზიაჟორასთან ფეხბურთის საყურებას. ჩვენ რო კინოში მივდივართ, ამბობენ მაგარი დეტექტივია, წამო. გაგიჟდი? სიბნელეში დავჭირდა და ვიღაცის ცხოვრებას უყურო 2 საათი. სტუდენტი ხომ არ გონიო? რაში კარგავ დროს, აღა დროს ჩვენი გინო. შენ რა ძუნწი ყოფილ ხარ, ბიჭო? 2 საათის გენანებას ყუთის რომ დაკარგო. დავედი. გამარჯობა. ქაბატონო ბოდიშვილი რომ გაწყვეტ. თქვენ მიცით რომ ამ ქვეყანაზე რაც კარგები ვართ ქართველები ვართ და იმას შორის ყველაზე მაგრები გახსოვთ. ეს არ დაგიგია. მე-12 საუკუნეა. ხედავ რამხელა განსხვავება. ჩვენ მეც არაფერს არ ვითხოვთ, ხენგო. ეგ ბატონოთარს რამენაირად დაუხსნა რომ 6000 წალი ამ ზომის აგური გჭირდება. ეს მიზნელია ეს თქვენთვის, მაგრამ სხვანაირად საქმე არ გამოდის, ნო. აი აქ სხვა ზომის აგური არ ჯდება. არცად. ეს არის. ავიდეთ. ნახე, აქაც იგივე მდგომარეობა. დავხნა. ხენგო, ესმის. მოდი. აი ნახე. რასაც აქ ჩამონგრეულ ადგილებს ხედავ, სულ ამ ზომის აგურით არის აღსადგენი. აი ეს არის ქართული აგური. გაიგეთ? შენ გაიგე? მაშ. მირზაშვილი დირექტორთან. მალე მო არაფერი არ გამოვა. მე ამ კაცის მანქანაზე აღარ დავჯდები. ისევ რაღაც უბედურებას გადავეყრები და შარისთან აბა რა ვქნათ, ჰა? როცა კაც დედავათ ახავს და სამანტყოფოში ეწასაყვან. ხო, სხვათა შორის გაბოს დედა 86 წლისაა. ახლა სადღაც რაღაცა ეთკინება. მაგრამ მე ვიცი რომ გუშინ საღამოს ზიაჟურასთან სტუმრად იყო. სუკოლას მოუგო ლოტოში და სანამ ტელევიზორში ჰიმნი არ დაუკრა, სახლში არ წავიდა. ორთან მოუსტაკედან. ორთან მოუსტ მეთქი აკედან. ხალი ბეღი არ ნახვა! ჩავდა კაბინეტში! სხვათა შორის წუხელ დედაჩიმა 87 კაპიკი წააგო. დედას რომ კლავ ყოველდღე არ გწონია ბიჭო. მიშველე რა კაცი არა ხარ. სამი რეპეტიცია ისედაც გავაცდილი. და კარგი მამროლიდან თუ მომხსნა მიმიფურთხებია მე ამაგურებისათვის, მიმიფურთხებია გეგმისათვის და საერთოდ ყველაფრისათვის. კაპიესას და ოტელოს. აკი მახარაძე ოტელოს უბერავს, ხო? აბა რა სიზამს. ოიცა. შენ რას თამაშობ? კასიოს? ეგრე? აი მომეც გასაგებია.
ოღონდ უკანასკნელად გესმის? მიქელ კაციო, ჩემზე იყო. Сержу. Здравствуйте. Гамарджан Генац. Амкас раку. Маша. Маша, может, встретимся возле тира? Возле тира не моя квартира. Привет, Синько. მომწერა. როგორ ბიჭი მოგიყვანა? გადასარევი. Возле тира. Опа! Абагала. Опа. ხინკო მე შესმეტი არავინ არ ამყავს. ჯერ კიდევ მაშინ როცა ჩვენი პაპები ერთად ცხოვრობდნენ. მოწვალო. პირდაპირ მითხარია შეესაბამება. Опа! ჩანო შენი მეგობარია. კასარები. რა უცოლობა ხომ არ გთხოვ? როდემდე ვიყო მარტო. ტენიგო. შენიშნა გოგო მარტო არასოდეს არ იქნება. ჰა. აუ რა კარგი დღე აუ რამდენი ქალია ტირში მოვიგე ტირში. ხვალდილით რესტავრატორებთან მივგრიალებ და შენი ნახელავი ქართული აგური მიმაქვს. ოიტაჭიქები. რა დღეს მივდივარ თბილისში. ჩემი მწვრთნელის გარდაცვალების დღეა. როგორია საქმე? საქმე? გადასარევად. ზიაჟორა ოქრო კაცია. დანარჩენებსაც არ აუშავთ. ოიტაჭიქები. დალევას არ დაგაძანებ. ცოტა ჩქარა. ჭიკაჭიკაზე მომიჭახული. ხინგო რაღაც მინდა გითხრა, ოღონდ არ ამცემი. ცოლი მომყავს. ო. თინა. ერთი შენი სიტყვა და ჩავშლი ამ საქმეს. მე რა შუაში ვარ. ოღონდ ერთი რამე ვიცოდე, თინას მოტყუება არ შეიძლება. ვიცი. უკვე ბევრჯერ მოატყუეს, არა? არაფერი არ იცი შენ. ხომ არ გონია ჭუქში ვზივა? იცის თინა ვინ არის ლაშას მამა? მე რა ერთხელ შეყმაში ვინც ეკითხრა? ბევრისთვის მომიწევდა კვების ჩამოღება. გარდა ამისა, სულ ფეხებზე მკიდია რა სჭორაობენ ამ სოფელში. მე მიყვარს ის ქალი, მორჩა და გათავდა. მე მგონი არც ის უნდა იყოს გულგრილი. ხვერთ მაგდას. გოდა მოემზადე. იცოდე თამადა ხარ. არ სვამო არ გამაგონი. აბა შენს ჩამოსვლას და ჩემს დახუდრას გაუმარჯოს. გაუმარჯოს. რაც კარგები ვართ, ქართველები ვართ, ყველაზე მაგრები, კახელები ვართ. აა
ბანდიტო აგურის ქარხნიდან მოაღწიეს ახლამდე. ორ დღეს დავრჩები დედა. მოგაგონდა დედა. როგორაა საქმე ამთავრებ? ხშია. გელივით. ახლავე. ხო, მართლა. შენი ბოლო წიგნი ავტოგრაფი ჩვენს დირექტორს უნდა ჩაუტანო. თავისი შვილიშვილისთვის. საინტერესოა, მე როდის ღავეღირსები შვილიშვილს. ცოტაც მაცალი და ჩაგიმსკრივებ ფეხბურთის გუნდს. მე ვნახოთ რაღაც დაძერ. არ დაურეკიათ? დარეგეს. ომიაძემ დარეკა. მერეგია გვარამიამ დარეკა. კიდე ვიღაცამ დარეკა და ხმაზე ვერ ვიცანი. არა, მაინც რისთვის იკრიბებით ცხვირმონგრეული ბანდიტები. რას ეიმობთ ამისთან? შეწირული კაცი იყო ეგ თქვენი ჩხუბის მასწავლებელი. გამარჯობა, ფიცე. რა მოხდა ხალხო, ა? ცხოვრ პირველ ჩამოგდირით, პანაშვეზე ხომ არა ხარ? ვაჟა, შენ მაინც მითხარი რა მოხდა? არის ცირო. რა უნდა ვიცოდე, ეს უთია თბილისიდან ჩამოვედი. აუ, თქვა ის შენი აფერისტი. ვინ აფერისტი? ენა და ჯან. როგორ თვაუთხდა? როგორ დაჭრელა? გაქრა, აღარ არის კაცი. ეს შენი ნაცვალები აგურით ზედ მიხვა. რა ნაცვალები? აი რესტავრაციაზე რომ მიხონდა ისინი. რამ გამოგაშტერა ბიჭო? არც შენი ძმაკაცი ჩავიდა რესტავრატორებთან და არც აგი. მე კი სულელი პრემიას ველოდებოდი თქვენ ხელს. აგურით ადრა გაქრა, სახში ხوار წაიღებდა. ჯანდაბაში. მაგის დარდინო გაქვს შენ. გამოუნახავდა ემაგურს გადაყოს. თო გატყო. შეიგნე გასო. იქნებ რამე შეემთხო. ის შეემთხვა რომ ყალბის საბუთები დატოვა კადრებში. ვერაფერი ვერ გავიგე. ყველაფერს გაიგებ დირექტორთან რო შეხო. ირიდან გელოდება. ესე იგი, დღეს რო შევუდგებით ამ საქმეს. მე უკვე შევუდექი ბატონო ოთარ. სამ დღეში ანზორი ჩამოვა და დაიწყებს გამოძიებას. ანზორი სად არის? თაში ასული სანადირო. შეგაჩუმდი. შენი ხმა არ გადიგონო, სანამ რამეს არ კითხა. გამოძიებას რა უნდა თაში? ქალაქი მტაცებლებით აისო. ხომ გითხარით, ანზორი შვებულებაშია ბატონო ოთარ. სადაც უნდა იქინადირებს. სამ დღეში მე გავარგო ყველაფერს. შენ საქმეს გაარკვევს მილიციის ორგანოები. შეეკითხე კოჩა, რაც გაინტერესებდა, გავიდეს აქედან.
სადიპოვე ბიჭო? ეს ჯანო ფრუიძე. უბასუხე. მინდორში. გადავთ. შენ სერიოზულად გეკითხებიან. საიდან მოიყვანა ეს აფერისტი? ყალბის ამოთებით. მოიცა. და საერთოდ, საიდან გამოგეკავ ხოლმე ასეთ ტიპებს? ჯერ იყო და მოათრია ის როგორ იყო? მეწურწლიშვილი. ხო. რომელმაც ერთ კვირაში მთელი ბრიგადა მეთევზევა აქცია. შემდეგ ამ მუშებს ბინარის პირას დაძებდით. შემდეგ ის დარწმუნებული არსენიშვილი თირიკოს ვარო რომიც ახდა. კიდე ამ მთელი გახადა ამ პეტრა. ეს ბანდიტი, ოხერი და აფერისტი. არ ვიცი რა ქვია მას, რა ქვია აბას. რაშენ პაულოვენას თაღლითები, უპასუხე უფროს. გოჩა, გარეთ გავიდე და ყველაფერს მოგიყვები. ხომ ხედავ აქ სიტყვის თქმას არ მაცლია. სიტყვას სასამართლოზე გათქმევინებენ. ხო, მართლა. ეს თქვენ შვილიშვილს ავტორისგან. გოჩა, გელოდები. არ მინდოდა მეთქვა ფრენკო, მაგრამ 300 მანეთი მე გამომართვა. 300 გელაშვილს ქორწილისთვის მჭირდება. თინამ თუ იცის? ალბათ იცის. ძიაჟორა ისეთ სახე ქონდა, კეთილი თვალები. უსინდისოს არ გავდა, იქნებ რამე ხიფათი შეემეცა. კარგია. აგე? გოჩა! მართლა მეტი არაფერი არ იცი? მართლა. გამოძიებელი 19-ში იქნება? 19-ში. ხო და 3 დღეში მეც ყველაფერს მოვაგვარე. მიწის ქვეშ რომ იყოს ვიპოვი და ამოვიყვან. მოდი დაჯექი. დავჩები ცოტა ხანს. გოჩა, თუ ძმა ხარ, თინას უნდა გაკითხავთ. დამიჯერე, მაგრამ მართლა არაფერი არ იცის. ხო, კარგი. სამდღეში აკავ. კარგი. დედა სახშია? სახშია. გვასალია. უგური მე ვარ, ფხინკო. შენ ახარ ბანდიტო, როგორ არის საქმე? ცოლს ხომ არ თხოვლობ? უგური, მე რეაგიხსნი ყველაფერს, ახლა ძალიან მეჩქარება. სასტრაფოდ უნდა გამიგო, ვის ეკუთვნის ჟიგული 52-39 გერჩე. ავარია ხომ არ მოგივიდა? არა, არავითარი ავარია, სულ სხვა საქმეა. 10 წუთში დარეკე. ალო? ჟიგული 52-39 გერჩეს პრობლემის მისამართია ბათუმი. კონკავშირის 5. მირიან გოგები.
რას მიქარავ შენ აქ? ტყეში ხომ არ გონია თავი? აბა გამარეკე მარცხნივ. იქ მოგელაპარაკები დიდ მუხასთან, ზაჯარედინზე. არ შემიძლია გოგია, ძალიან მეჩქარება. უნდა მაპატიო. რაო? გაპატიო? იქნებ მგონია რომ ერგიცანი. ორჯერ ხო დამიძვერი ხელიდან. ბანდიტი ხარ შენ აგურის ქარხნიდან. პაპა შენმა გაპატიო სახლში. როგორც მას ისე ვთქო, საქმეს რომ მოვჩები მე თვითონ მოვა შენთან განყოფილებაში. აბა გამარეკე სადაც გეუბნებიან. ვინა შენ დასაცინი? ჯერ კაციშვილს არ დაუცინია ჩემთვის. შენი გამიხდი ამისთანა. აბა გამარეკე დიდ მუხასთან. სანამ არ დამიხვრეტი ასაბურავები. Შვილი შენ ფარო გამარჯობათ. გამარჯობათ. მერიანის სახლშია? ვითომ არ იცით რომ შინ არ არის? რა უნდა ვიცოდე, ეს უთია თბილისიდან ჩამოვედი. მაშინ მოგწანდით. მაინც რა მოხდა, სად არის? ჩემთვის ისიც საკმარისია რომ ვიცი ვისთანაც არის. მაინც და მაინც რატომ ფიქრობ? იქნებ საქმე გამოუშვა და გავარდა მანქანით. სადღაა მანქანა? გაყიდა. ჩანს მართლაც ახალი ჩამოსული ხართ. თორნიკე მამიკოა? ყოფილი მამიკო, შეგიძლიათ გადასცეთ თქვენს მეგობარს. არ იკითხავთ ვისთან არის? იმ ქარაფშუტასთან. ქალის ახალს რომ შეგაძულებს. ვინა ამისთან? ყოველ ზაფხულს ჩვენთან ქირაობდა ოთახს. ვითომ ქმართან ერთად ისვენებდა აქ. ჩუმჩუმელა კახბა. თანაც პოეტად ასახებდა თავს. გაგიგონიათ ასეთი პოეტესა. ქეთის ართანია. არა, არ გამიგია. მანქანა ვის მიყიდა? არ ვიცი. ყოველ დღე მაგ მანქანის მყიდველებით იყო სახლი გაჭედილი. ის დღე დაიქცა, როცა ეგ მანქანა ლატარიაში მოვიგეთ. აბატიეთ, მე არაფერი ვიცოდი. თქვენ მოგეღოთ. დაბრუნდება. არავის არ სჭირდება იმისი დაბრუნება. ძმები ხომ არ ახარ? Папенько, бандит кирпичного завода! გამარჯობა, გულ. რა იყო რა მოხდა? სასტრაფოდ გჭირდება მირიან გოგიტიძე, სად შეიძლება ნახოს კაცმა? ცოლის ნათესავი ხომ არა? არა. მანქანის ამბავი. მე 20 კილომეტრზე მეთევზესთან იქნება, ქოხში. ხასანას იკითხავ ყველა მის. Satsaro Maria, Simera,
საღამოშვიდობისა კეთილ. Привет. Привет. Патам გამოგზავნათ? რა შვება? ისევ სვამს? ხარებით. მერტო ჩემო ეს რა ჩავიდი. დაიღუპება ის საწოდავი და დამნაშავე მე ვიქნები. მოგწონს პატამ ღერის. სასწრაფოდ უნდა წახვიდე თბილისში. კი, მაგრამ რა მაგრამ? ამას რა უყო? ეგ ჩემზე იყოს. სად არის? ძინავს. აი ხომ გამომგზავნა საქმე მოხშენთან. ვერზე გავიდეთ. მანქანა მინდობილობით მივეცი. მესტიაში ცხოვრობს. გარსევან ჭკადურა. რომის დირექტორია. რა საქმე გაქვს იმასთან? ძელი ამბავია სხვა დროს მოგიყვება. ჩემთან სახლში თუ ვიყავ. როგორია? ჩემი ბიჭები თუ ნახე? ნახე. გრეჯავენ და ლეწამენ ყველაფერს. ამას რა უყო არ ვიცი. სიმთვრალეში ვეფიცებოდი, უშენოდ სიცოცხლე არ შემიძლია მეტ. საცემი არა ვარ. თუ გინდა მევცდი. რა? არა. ცემას კი არა. შენ ახლა პაცხაში წადი. ვითომ საუზმის მოსატანად. უკან რო დაბრუნდები ეს აქ აღარ იქნება. სად მიდის? სათოხლავთ. აი აქ მაგის თოხლი დასმა. აბაჩკა რა იღე შენი ბარგი ბარხანი და მომყევი. იცოდე. პატას რომ დამეტაემართეს. თავს არ მიწეს. დამეთ. ნახევარსაათში ბათუმი თბილისი ჩამოვიდეს. სადგურთან ჩამოხვალ, ოღონდ სწრაფად. მე მომდევარ. მირიანი ახლა გიჟივით გარბის სახლისკენ. რა? იმ სიტყვების მერე რასაც ის მე მეუბნებოდა. მოდი და ემბიანის მერე მამაკაცებს. მართალ.
მოვიდა. დიდი ხანი არ მოსულა. 10 წუთი დააგვიანა, აი. გამარჯობა. გამარჯობა. ერთი ჯიგა დაგვილია. არა. მარტო მე და დედა ჩემი მსხოვრო. შენ იქნები მესამე. რა შემჭირდება შენისა? მე მარტო 3 ოთახი მაქვს. საძინებელი, სასადილო და კაბინეტი. მარტო 3 ოთახი. გესმის? დედა ჩემი ისეთ აჯიკას აკეთებს რომ თითებს ჩაიგნედა. მე არ მიყვარს აჯიკა. ვისაც უყვარს იმან ჭამოს დიდი კობზით. გოგო მაგარა ჩამივარდა ტალახში მიშველი. მე რაღაცინო. აბა რა ვქნა ვიტირო? ავტოინსპექციას ხომ არ ეთესებოდი? ხო, კარიერიდან დავუშვი და პირდაპირ ტალახში ამოვყავი თავი. გმადლობ. გაიხარე შვილი. ოჩა. ეს უნავს. დიასახლისია ჩვენ. საწყალ მამამის ამოხმენდა ხოლმე ჩვენთან პოსტა და პროდუქტი. ერთ ფრენზე მუშაობდა შტურმანად. მაგარი ბიჭი იყო. რაღა ბევრი გავაგრძელო. ძლიერ ქარის ხალხში მოვა. დეს შეასკდა და შეიწყალოს. შესამდებარი იყოს. შეიწყალოს. მეგობრებო. არავინ არ ხავს. დედა მშობიარობას გადახოლია. მამამისი ზრდიდა. ჩვენ რა ხალხი არა ვართ. თუ შეიძლება ერთს ვიტყვი. ზად ვიგენაცვალ. ბიჭო, გინ დაიჯერეთ, გინ არა. ნახევარი ქვეყანა შემოვლილი მაქვს და ასეთი გოგო არსად არ მინახავს. არა, მართალს არ ვაყობ. არ მინახავს კი არა. ისეთი გრძნობა მაქვს. თითქოს დიდი ხანი არაც ვისმენ. ბავშვი.
შოდეს მოსერ. დარაჯი. რამ რო იყოს ასეთ ტიპს როგორც მე ვარ, ცოტა თუ გახვალოთ. სვანეთში მივდივარ. ხო 5 საათი თბილისში დაგრი. ვერაცე. ახალი ფილარმონია ხომ იცი მრგვალი შენობა. იქვე ხალის ქანდაკება დგას გაშლილი ხელებით. ხვალ საღამოს 5 საათზე მოხვალ. ბიჭებო, სასაკლაო საით არის ვერ მეტყვით? ის ეძება. დირექტორს. ძალიან გიჭირთ პასუხის გაცემა. რა თქინდა გარსევანი, რა საქმე გაქვს იმასთან? ეგ მე ვიცი. მე ჩვენ რა ვიცით შენ ვინ ახარ ან რა გინდა? დალევ რამის. რა უნდა დავლევ ვერ ახედავ საჭესამოსი ვარ. ხო მართლა მურთაზი აქ არის ჯაჭვლიანი. ჩემი მეგობარი ადრე წყალბურს ამოშობდა თუ გახსოვთ. ჩემი მკვიდრი ბიძაშვილია. ხო? ხო. სასაკლაო ქოითა. კოშკის უკან. გამარჯობა, ბატონო გარსია. ვერ მეცანით? რომ მეცნე სახელით მეწოდინებოდა შენი. მე ისე ვარ, ამ ერთი თვით უკან ჯანოს რომ მივეშვი. თბილისთან. არა, მილიციიდან არა ვარ. მე იმ კაცის მისამართი მინდა თქვენ რომ მკლავდით. კარგად მომისმინე ბიჭო, რასაც გეტყვი. მე ჩემი მანქანით 2 წელიწადია მესტიიდან არსად არ გავსულ ვარ. მხოლოდ ერთხელ ვიყავით ყვარჩელში. შენ ამბობ რომ ჩვენ ვიღაცას ვკლავდით. რაღაც არ მაგუნდება. მაგრამ თუ ვკლავდით ვინმეს, ალბათ იყო მიზეზი. რაც არც შენი საქმეა და არც სხვისი. მე ყველაფერი გითხარი. გავიშტან დეზაჯი წვახ. ეჭფეა? ხო. გარსევანს ეხეთქელ დეჯეა. ხო. ამერე ხვაჩედა. რეზა, ჩუმიხა. ხო.
გამარჯობათ. გამარჯობათ. თქვენ გაგახარათ, მაგრამ რამდენი ვერბინე თქვენ ზებნაში? ჩვენთან ჩამოხვედი? კი. უნდა აღვნიშნოთ. მანქანით რო ვარ? დღეს სტუმარი ხარ ჩვენი. თვალს თუ ფხიზელს კაციშვილი ხელს ვერ გახლებს. სორთმან, აღე. მირიანმა მითხრა რომ მანქანა თქვენ მოყიდათ. ეს რო გავიგე ბათუმი და პირდაპირ არ გამოვარდი. გარსევანი ნახე უკვე, მაგრამ ვერ გავიგე. ან არ მიცნო, ან მართლა ვერ მიცნო. ბიჭო, მოკლედ თქვენი იმედი გამაქვს. მარტო ის მითხარით, საიდან არის და რა ქვია და პირობას გაძლევთ. თქვენ დაწყებულ საქმეს მე დავამთავრებ. ცამაგაც. ხინგალი ჯამი გაცივდება. ჩვენ არ გვაინტერესებს შენი ამბავი. შენ რა გაინტერესებს ჩვენი? გამომძიებელი ხარ? არა, გამომძიებელი არ ვარ, მაგრამ მაინც მაინტერესებს. მაშინ იცი რას გეტყვი? დღეს ჩვენთან კინოში ახალ ენდურ ფილმს უჩვენებენ. აი, ამბავი. თანაც გრძელ-გრძელი სიმღერებით. წადი და ნახე. წავალ და ნახე. Arseon damızı sayı, olsun mesela o kalmıştı bazı. Onda hiç hatırlıyorum. ხამის გაზეთები თუ არ გექვს წამოდი ჩემთან. ამ სორთმანთან. გმალობ დღეს უნდა დავუბრუნო. ალჩეთ. აბა კარგად. ეს მამალეს ბოინს ვერდი. ჩვენზე რამდენი? გადახდილია. მე გეტყვი სად ცხოვრობს ის კაცი? ვინ ჯანო? იმას ჯანო არა ჰქვია. შენ საიდანც? ვიცი. მას შენი გულისთვის ცემდნენ იმ... არ არის ეგ შენი საქმე. იმისი ნამდვილი სახელი და გვარია რობერტ ბაგრატაშვილი. ცხოვრობს კახეთში, სოფელ ზემო ქორში. გარსევანმა არ უნდა იცოდეს ეს. არც ამათ. არ მინდა სიბერეში ცოდვა დაიდოს. გარსევანი შენი ძმა? არა, მამა.
ფინკო რაც კარგები ვართ ქართველები ვართ ვისაც შენი დანახვა არ გაუხარდა ძაღლი მიაკვდეს სულში მამის საფლავს გეფიცები ოჰო მართალი ხარ წელი გერგება შენ ვარ მე მოგნახავდი დაკახელი მე რომ წელისთვის არ მოვსულ ვარ მარისთვის დაჭერას ხომ არ მიდირებ არა ციხეში კაცი იმედით ცოცხლობს იქ რომ გაგიშვა ის ხალხი მეწოდება რწმენას მოუსპობ მაშ რა გინდა კარგად მომესმინე ბიჭო ჯერ ერთი ისაგური როგორც გააკრე ისე გააჩინე და ადგილზე ჩააპარე ცოტა უნდა იჩქარო სანამ გამოძიებელი ოფიციალურ ძიებას დაიწყებს ხომ ხვდები რომ ასე უკეთესია შენთვის გასაგებია დღესვე მიიღებენ აგურს სხვა რა გინდა ცემა მინდა შენი ეგ არც ისე ადვილია ფხინკო თუ ბუჩქებში სამი კაცი არ აკყავს დამალული მარტო ვარ რობერტ გადაგაგდო სანაგვეზე მოგკლავ შეტაბა რადი ბიჭო შაედი აიღო რა მოხდა რობერტა ბაგრატაშვილს აკლამდა უფრო ჩავლიდე ნეგნები შეკითხებზე არ გასუხო კარგი გავუშვით სახელი გვარი მისამართი ვაჟა მირზაშვილი თბილისი არსენას ორი აგურის ქარხნის მუშა ბრიგადირი სასწრაფოდ უნდა გამიშვა თბილისში ზუსტად 5 საათზე ფილარმონიასთან გოგონა მელოდება სოფლიდანაა ჩამოსული და თბილისში ჩემს მენს არავის იწნობს პაემაზე გაგვიანდება შეაგეთ ხარს იქით საბუთები მარტო ესამქს ხუთსაათზე ფილარმონიასთან გოგონა მელოდება სოფლიდანაა ჩამოსული და 5-ზე ჯერ კიდე 2 საათია გეცვალე ეგეთ პაემას მოგიწყობ რომ მთელი ცხოვრება დაგაწყდეს ვენახში გიმუშავნია შენ არა 10 დღე რომ მოფლად დაიყურები შეიძლება 15-იც მე ვნახოთ როგორ აჭიკჭიკდები მაინც რას ერჩოდე ბიჭო იმ კაცს ღირსი იყო და იმიტომ ეგ მეც ვიცი რომ ღირსი იქნებოდა მაინც ალბათ ხალი გულითვიდა რა დამარაგინე თუ შეიძლება ცხელი ხაშლამა ხომ არ მიგვერთა დროებით დაკავების იზოლატორში ამიტო როდარე კოი მითობ რა იქნება რა გაიოს დარეკი ხო თბილისი დამაკავშირეთ 93 50 48 მილიციიდან დიახ სასწრაფო დავეცდი აბა რას ვიზამ სასწრაფო ბიჭო თქვენს ხელში არა ვარ მოდი ჩავსხდეთ მანქანაში გავარდეთ თბილისში შევხვდეთ ჩემს საცოლეს მე უკან დავუბრუნდეთ და ჩამაბარეთ იმ თქვენ მოსამართლე ჟანას საიდანაა შენ საცოლე გუნდიდან პირველად მესმის მეც პირველად გავიგე ახალი დასახლება მთებში შემთხვევით მოვხვდი იმ სოფელში ხო და შევთანხმდით რომ 17 აგვისტოს ესე იგი დღეს 5 საათზე ახალ ფილარმონიასთან შევხვდებოდი მე იმ შენ საცოლეს მშობლები არა ხო არა ასე პირდაპირ გაიცანი და გადაწყვეტე ცოლად მოყვანა ხო გადავწყვეტე მოდა იმანას დაგინახა და გაგიჟდა რა აი შენზე მე მგონი არ გაგიჟდებოდა მეთომ რატო გაიგებ რატო
რატომღაც? ესე რას გეტყვი? ჯერ ისე საკითხავია, მე თუ მომეწონებოდა ის შენი გოგო. დედა ნუ მომიკვდება, გაშვება მინდოდა შენი, მაგრამ ეხლა ვხედავ რომ ვწდებოდი. არა, შენი გულისთვის კაცმა რისკი გასწრებს. არა. ვითომ რატომ? არ ვიცი რატომ. რატომღაც? მაშინ გავიქცევი. აბა შედი ახლა ეკა სანამ სულჭკვაზე ვარ. კი ბატონო. ბიჭო, მაგრამ მიცოდე, აქედანაც გავიქცევი. ეხლა ვნახოთ როგორც გაიქცევი. გაიქეცი, რატო არ გარბიხარ? მიდი, ხო? მიდი, ერთი გიყურო, რავაშ კაცი ხარ, მიდი. ალო! ჩემო შეხები. გაიქცევა ბიჭი. წნარად მოქალაქე. ალო! მოსამართლე ბეჟანასაც თხოვეთ თუ შეიძლება. შეიძლება, გისმენთ. თქვენ ახალ პაცელ ბეჟან. გაიას გელაპარაკებით. მაპატიეთ ამ კვირა დღესო გაწუხეთ, მაგრამ არა უშავს, რასია საქმე? დიდი არაფერი, აქ ერთი მოქალაქე დავაკავეთ ჩხუბზე და დამპალო რობერტა უცენია. მაგრა უჟეშია. თვითონ დამპალო რას ამბობს? რა ვიცი, ამბობენ რომ ვერაფერსაც ვერ ამბობს. ოიც რას ამბობს? ბიჭო, ცოცხალი ხოა? ჯერჯერობით ცოცხალია, მაგრამ ეგეთები არ ყვდებიან. შენ ჩუბად მანდა. ითხარი მე შექმას მიღებ მეთქი. უყურე მასა. ის უყიდი ბიჭო. აგაებურდა მათემატიკა. ვერ მიდო. დაოდა, ეგეთები არ ყვდებიან. ეს ყოლა კაი ბიჭია, ხო იქედა. რავი აბა. არა უშავს. სახლში მოგართვა თუ სასამართლოში? სახლში მომართვა რა, ხაშია? 5 საათზე სასამართლოში ჩამოვიყავ. და 10 დღით გავუშვებ ვენახში სამუშაოდ. ეს რა თქმა უნდა იმ შემთხვევაში თუ რობერტა ჩივილს არ დაიწყებს. რობერტა. გაიგონე ბიჭო როგორ დამაიქცე? რობერტა დასულა მათესოლობეში. რავი აბა. როგორც კი გონზე მოსულა ამდღარა და წასულა. სოლისი დაუბარებია, აგური საქმეზე მიდივარ. ო, გასაგებია. მას ესე 5 საათზე ამომიყვანს. შენთვის მოიცა? არ არსებო. სად მიდიხარ, კაცო? მართალია, მართალს ამბობს. უნდა გავიწყდა დღეს ხო კვირა დღეა. მას ესე. ამაღამ თქვენთან გაათენებს განყოფილებაში. ხო, მომიყვანს სასამართლოში. გასაგებია? გასაგებია პატიცნობო ბეჟა. რა მანქანა ყავს ბიჭო? საკერავე მანქანისგან ავაწყო. მე ერთ საათში ჩახვალ თბილისში. ჩავა. ხომ გითხარით? მამაჩქარა, წარყონო სახლში და დაბრუნდეთ უკან. სად გაქრა ეს ხალხი?
შენ კაცი გაგექცევა. გაიგაცინებს. აბა ვიტი რო? ახლა ნახავთ იმის გაიცინებს. მაიტა საბუთები. სანამ ნომრები არ დამიხსენია. არ გაჩერება არ შეიძლება. მოუჩაგედან. ხვალა მეთქი. ეხლა დადი. მაგას რა ჯობია? აბა კარგად იყავი გუგი. თავი არ აქვს რაზიან. რამე ხوار გვეჭამა. შეგერაცელა შვილო. ეხლა ცხელი ბორში საკუთარ სიდედერ მირჩევნია განა. პოჩა გაიო. ირეგი გაისაქვე გააკეთე შვილო. რაც კარგები ვართ. ქართველები ვართ. ყველაზე მაგრები გახელები ვართ. აი აქ მერბოდი. გააჩერე ბიჭო რა მოგივიდა აი ეგრე წადი ძმახარ დახარ წავედი აი იქიდან რომ მოვდიოდი აი სწორედ იქიდან არა მიდი წინ